Სალამი ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. ძალიან ისეთი სპონტანური ვიდეო გადავწყვიტე გადავიღო. უბრალოდ იმიტომ რომ დაირექტში მომდის ისეთი უაზრო შეკითხვები, რომ აი ესე ვთქვათ, რასაც ქვია, უბრალოდ აი მოულოდნელად გადავწყვიტე ჩავწერო ვიდეო, რომ იქნება მოკლედ გამოვიდეს რაღაც გარკვეულ საბაზისო მიახლოებით 60 რამაზე ვილაპარაკო, რომელზეც ფაქტიურად ლაპარაკობს ყველა. აკელებული მაქვს დაირექტი, კიკონ რომელი პროტეინი ჯობია, კიკონ რომელი ბეცია ჯობია, რომელი თევზის ჯობია, რომელი აი გიჟდები უბრალოდ რა და რა საკითხი შეიძლება პროტეინი, აი იმისთვის თუ შეიძლება, აი ის და მოკლედ აი შეკითხვები უბრალოდ აი მაქვს ამოსული ვარიანტში, რომ უბრალოდ როგორ მიდის ფარმაკოლოგია წინ და ხალხს ჯერჯერობით საქართველოში კიდე აქ უბრალოდ ვერ გაუგია ოქში პროტეინი რა არის, ისთვის არის, როგორ არის და იქ დაძნევენ რაღაცა გარკვეულ საკუთარ დანამატებს, იქ არის 2 გრამით მეტი აი იმაში, იქ იმაში და ვერ ხვდებენ მექანიზმი. მოდი დავიწყებ პროტეინით უბრალოდ. და ხალხს გონია პროტეინი რომ რაღაცა განსაკუთრებული ჯადოსნური ისეთი ფხვნილი არის, რომელიც რაღაცა განსაკუთრებულ საკეთებს. ჩემთვის ვიტყოდი რომ ალბათ პროტეინი და საკუთარი დანამატიც არ არის. ეგ არის უბრალოდ სპორტული დანამატი ბოდიში. არ არის სპორტთან ვაფშე არ ნაკავშირი, იმიტომ რომ ხალხი ჩვეულებრივ მაგალითად ვის თქვათ არის ასაკში, ვისაც თქვათ აწუხებს რაღაცა სახსები, თქვათ ხრტილები და რაღაცა იმათვის არის აუცილებელი რაღაც გარკვეული ცილის ნორმის რაოდენობა დღის განმავლობაში. ეგ ნებისმიერ ადამიანს ჭირდება, როგორც უბრალოდ ცილის მარაგი, ანუ ეგ სპორტული დანამატი დაჟე არ შეიძლება რომ შეითხოვოს. ეგ პოსტსაკუთარი დანამატი, ანუ უბრალოდ არის რაღაცა პუდრა, ნაკცევი უბრალოდ ფხვნილად, ცილა არის იგივე, რაც კვერცხში, თევზში, რასაც ჩვეულებრივ თქვენ ჭამთ. ამ ეტაპზე ეხლაც დაჟე ყოფილი ისეთი მაგალითები, რომ აი ძველი თაობის ვინც არიან თქვა ექიმები, დაჟე ეხლა ამობენ, რომ მაგის შემდეგ რაღაცა ღვიძლის დაზიანება ხდება, იმ კუჭის დაზიანება ხდება, იმპოტენციის დაზიანება ხდება. ალბათ მაგითაც ვრცელდება ეს ინფორმაცია უბრალოდ, რომ გიჟდები, რომ ბლიაჩ უკვე რავი 21 საუკუნეა და უბრალოდ ისეთ თემაა, რომ პროტეინი ვაფშე საერთოდ არ განიხილება უკვე ვაფშე არაფერში რა. როგორი სიტუაცია და მე რაში გამოიყენებ პროტეინს მაგალითად. აი ვთქვათ, ავდექი დილით, შევჭამე ჩვეულებრივ კვერცხი, პური, ну თქვათ შეიძლება 20 გრამი მქონდეს პროტეინი კაკაოში თქვა ჩავყარო. გავედი სახელიდან, დღის განმავლობაში მქონდა ძალიან უბრალოდ ქაოსური დღე, ვერ მოვასწარი თქვა შუადღის იჭამა, თქვა უბრალოდ რაღაცა თქვა შევჭამე, რა ვიცი, ერთი ხილი რამე თქვა და კიდე რამე პროტეინი თქვა, რაც ხელში მოხვდა, თქვა ამინომჟავები მქონდა. მივედი საღამოს, მაგ დღეს მაქვს ჩავარდნა მაგ ცილაში და მინდა რომ თქვა დიდი რაოდენობა ცილა ერთიანად მივიღო, თქვა მიახლოებით გინდაც 70-80 გრამი და შეიძლება 100 გრამი. მაგ სიტუაციაში შეიძლება გავაკეთო როგორ? ანუ ავიღო უბრალოდ თქვა რაღაცა თქვა ისევ შევიწვა კვერცხი, ავიღო პური და ავიღო ისევ თქვა ეგ ფხვნილის პროტეინი მიახლოებით 60-70-80 გრამი ჩავყარო, რადგან ვიცი რომ დღეში მინიმალურ სიოფოვე რომ 1.6, 1.7, 1.8 გრამი მაინც კილოგრამზე მივიღო. всё. ბევრს გონია რომ ბავშვებისთვის ეგ არ შეიძლება, ბევრს გონია რომ თქვა დიდებისთვის არ შეიძლება. ეგ არის უბრალოდ რაღაცა გარკვეული პუდრა კომფორტულ ვარიანტში, ადამიანი რომელსაც არ შეუძლია რომ თქვა საჭმელი გაიმზადოს, გაამზადა თქვა და დალია მიიღო. აქ არაფერი რთული არ არის. კუჭს ვაფშე არ აინტერესებს კუჭი რო ჩავა. ეგ ცილა მაინც გარდაიქმნება, მე დაიჭრება ამინომჟავებად. მნიშვნელობა არ აქვს შენ თქვა იმას, მაგ ამინომჟავებს მე ორგანიზმი აიღებს თქვა კვერცხიდან თქვა ხორციდან თუ მაგ პროტეინიდან. ნიუანსი პროსტა რა არის? ბევრი დათათანებს ვითომ იზოლეიტი. და იქ დასდევს რაღაცა თქვა ნახში წყლების რაღაცა გრამებს თქვა. იქ თუ თქვა პროტეინში არის მიახლოებით თქვა 1 სკუპზე 35 გრამზე თქვა. 22 გრამი თქვა ავიღოთ. არის ცილა, არის მიახლოებით 10 გრამი ნახში წყალი და რამდენიმე გრამი არის თქვა ცხიმი. იქ უყურებენ ყოველ რომ მაინც და მაინც უნდათ ისეთი აიღონ ისეთი პროტეინი, რომელიც არის უეჭველი ნახში წყლების გარეშე, სადაც არის ეს პორციაზე ალბათ 1 გრამი ცხიმი და არის სადღაც მიახლოებით 2-3 გრამი ნახში წყალი. ეგეც უბრალოდ ისეთი სტერეოტიპია, რომ თქვენ წარმოდგენა რა გაქვთ უბრალოდ რა არის 5-7 და 10 გრამი ნახში წყალი. შეიძლება მაგ სიტუაციას რეალურად გაუწიოს ვარაუდი ბილდერმა, რომელიც უკვე სცენაზე გადის მიახლოებით დარჩა სცენამდე მიახლოებით 2-3 კვირა, იქ ყოველ გრამებს ითვლის და იმისთვის მნიშვნელოვანია თქვა რომ 3 სკუპს თუ დღეში მიიღებს, იმ 3 სკუპიდან თქვა თუ შეხვდება ზედმეტი მაგას მიახლოებით 20-25 გრამი ნახში წყალი. მაგეთ კალორიულობის რაღაცა ვარიანტში, რაღაც ბალანსში. იქ კიდე მესმის ჩვეულებრივი ხალხი ვინც ხართ, არჩიეთ პროტეინი პროსტა ის, რომელიც უბრალოდ მოგწონთ გემოთი ეგ ერთი, მეორე იხსნება ნორმალური ტექსტურა, მესამე კუჭზე შებერილობა, ბოყინი არ გაქვთ, თან თქვა რა ვიცი, კუჭი არ გეშლებათ მაგისაგან. დაში მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა ამ ეტაპზე უბრალოდ ისე არის ეს ინდუსტრია უბრალოდ ესე ვთქვათ აი მტყუილით იმით ისეთ ვარიანტში მოქსოვილი რომ
უზომოდ ბევრი ნაიობი არის ამ სიტუაციაში. ნედლეულს თქვენ ვერაზოს ვერ გაიგებთ სიმართლეში უკან რა აწერია. ვერ გაიგებთ. აწერია თქვა რო არის თქვა ხო იქ თქვა 5 გრამი ნახშირწყალი თქვა და არის მიახლოებით 25 გრამი ცილა, მაგრამ თქვენ მაგას სიმართლეში ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ რო აიღო თქვა იგივე ნესკვიკი, რომელიც ჩვეულებრივი იყიდება მაღაზიებში, იგივე მსგავსი გემოაქვს რა და ამიტომ პროტეინზე ვაფშე ნუ ფიქრობთ რა, მე მყავს რა ვიცი, რაც ვიხსენებ ფაქტიურად ორი ბავშვი მყავს და პატარები რო იყვნენ, თქვა თუ დილით თქვა ცალდი ხომ მაგ პროტეინს, თუ გაუულია ბავშვს და უთქვია რომ მამა გამასინჯე, ჩვეულებრივ დამილევინები არაფერი არ მომხდარა მაგით და ეგ არის უბრალოდ ისეთი რაღაცა გარკვეული რაღაცა პუდრა, რაც გაქვთ უბრალოდ მიგდებული, საჭმელი არა გაქვთ. მაგას უბრალოდ ვსვავთ. არაფერი მანდ გასაკუთრებული ნაღდად არ არის. დანარჩენი ფაქტიურად ისევ ყოველთვის გიჩვენოთ, რომ რა თქმა უნდა, ისევ საჭმლის ვარიანტში საჭმელს ვერაზოს ვერ შეედრება ეგ რაღაცა გარკვეული პუდრა, ამიტომ ჯობია რომ ვაფშე არ იფიქროთ მაგაზე და არ იდარდოთ და თავი არის აქეთ იმით რომ აი ვითომ რომელიღაცა პროტეინი ჯობია, ის ჯობია, ეს ჯობია. თითქმის ყველაფერი იგივეა, იმიტომ რომ მაგის ტექნოლოგია ეგ არა ეს ხა რეალურად რაღაცა თქვათ ახალი რაღაცა რომელიღაც სტეროიდი, რომელიც თქვათ დამზადება არიციან ტექნოლოგიებმა და რაღაცა კომპანიამ იცის გარკვეულ პროტეინის დამზადება ისის ფაქტობრივად ყველამ, ანუ ნედლეული საიდანაც იღება ფაქტობრივად ყველა იღებენ ერთი იგივე იმიდან ჩინეთი ან უფრო ჩინეთი მაგ სიტუაციაში და ნედლეული მეტწილად 90-95% გავს. უბრალოდ იქ არის გარკვეული რაღაც სახეობა ხარისხზე არის რა და ამიტომ უბრალოდ ხარისხიან ნებისმიერ პროტეინი დაითრიეთ. ნებისმიერ ამერიკული ბრენდები მაგას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ რომელიც მოგწონთ გემოთი და სიო, მაგაზე ვაში ფიქრია, მაგას ზამაროჩკა ნახდათ არავის მე თქვენ არ გიჩვენთ. მეორე სიტუაცია. ყველაზე ალბათ კაროჩი ის ვარიანტი რაც მე არ მიყვარს და ფაქტობრივად მე უკვე ჩემ კლიენტურას მაგას ვაფშე არავის არ უწერ. ეგ არის თევზის კონი, ბევრს გონია. რაღაცა რეკლამებს აგდებს ხოლმე რომ თევზის კონის ბანკას აწერია ზევიდან ტვინი ვითომ ტვის ეხმარება რადიოს უსმენდი იმდას ვიღაცის მანქანაში ტაქსის ვეჯექი იქ რაღაცის თევზის კონი მიიღეთო და იმუნური სისტემა გაგიზრდება და რაღაცა. აი ეგ არის ალბათ ყველაზე ესეთი მაგარი ნაიობი თევზის კონი. მაგაზე შეიძლება ცალკე ვიდეო გადავიღო. იმ ვარიანტში რომ თვითონ თევზის კონი ნედლეული სოფლიოში ლპება და ფუჭდება და ყროლდება ყოველდღიურად. ეგ არის რაღაცა გარკვეული მარკეტოლოგიური ხირიკი, რაც შეიძლება რომ გაკეთებულიყო მილიარდები და ეგ სიტუაცია გამოიყენეს ნორმალურად. ეგ არის ისეთი გარკვეული ცხიმი, რომ ძალიან ადვილად ოქსიდირდება, ანუ ფუჭდება ფაქტიურად. გადმოტანის ვარიანტში, შენახვის ვარიანტში, ტემპერატურის ვარიანტში, შუქის ვარიანტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მდგომარეობაში მოვიდა გარკვეულად იმ მაღაზიის ადგილამდე, სად ინახებოდა. იდო სიტპოში, არის გამჭვირვალე ბანკაში, არ არის, თქვათ. ეგ არის ალბათ ისეთი ცხიმი რეალურად, რომელიც ძალიან ადვილად ფუჭებადია. მე არ ვამბობ, თევზის კონი მინდა ძალიან ცუდია და რაღაცა არის, მაგრამ შენახვის ვარიანტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, კოლოფს დიდი მნიშვნელობა აქვს იყოს მუქი ფერის და რეალურად რაღაცა თქვათ ისეთი რომ ექსტრემალურს ეგ დანამატი აკეთებს თქვათ მე არასდროს არც ანალიზებზე მინახიათ ქოლესტერინზე რა და ასე შემდეგ არც ლიპიდურ სულაზე რაც შეეხება რაზეც მაგაზე უწევენ თქვათ რეკომენდაციას და არც რაღაცა გარკვეულათბითი მე რო ავიღოთ რომ ვითომ ამომნოს ახსებს შვილის და რაღაცას ეგ ისევ და ისევ არის რაღაცა გარკვეული ხალხის პლაცებოს მექანიზმი რომ ვიღაცას რაღაცა გონია აი ის რაღაცა და უბრალოდ გონია და იწმუნებს თავის თავს თუ სიმართლეში თევზის კონს მე არ ვიცი რა საქართველოში შეიძლება არის კიდევ ხარისხიანი, მაგრამ რაც ფაქტიურად მე შემხედრია, გინაც ასფალტ გამომიწერი ამერიკიდან და რაღაცა, ბევრი არის ოქსიდირებული და ეგ არის ძალიან ადვილად შეგიძლიათ ექსპლოცია მიხვდეთ, აიღეთ უბრალოდ თევზის კონი, გაკმიჩეთ და თუ სიმწარე და აი სიმყრალე გაზდევს, სიმწარე გარკვეული სპეციფიკური თუ გაზდევთ და გაზდევს მაგას და რო გადაყლაპავთ, მე გაზდევთ თქვენ გარკვეულად, ან იჟოგას გაზდევთ თქვა, ან გაზდევთ თქვა რაღაცა შებრევლობას, ესე იგი იმას იშოვს ეგ თევზის კონი პირიქით არის ოქსიდირებული, ანუ რაღაცა გარკვეული ანტიოქსიდანტური მოქმედებას კი არ მოგცემთ, პირიქით ოქსიდაციის მოქმედებას მოგცემთ. ამიტომ ანალოგიურად თევზის კონზე რომ ნუ იწმუნებთ თავს რომ ნუ გონიათ რომ თევზის კონი უეჭველი რაღაცა საკეთებს რაღაცა კანისთვის და რაღაცა და ბლედ ალბათ ნომერი ახლა ალბათ ეს ტოპ 3-ში შედის ალბათ ჩვეულებრივი სტატისტიკური ხალხი ვინც ჩვეულებრივ დანამატებს გამოიყენებს ყოველს თევზის კონი ვიტამინები და რაღაცა თქვა პროტეინი ყოველთვის ეგ აქვს და ამიტომ ეგეც მაგასაც ყოველთვის შეხედეთ სკეპტიკურად ახლა არ არის რეალურად ახლა ის ვერაზოს თქვა ანთებით ვარიანტში ვერ შეედრება სერაპეპტაზოს ვერ შეედრება გინაც MSM-ს ეს თქვა თევზის კონი ამიტომ ეგეც პანაცეა არ არის ხალხო და მაგაზე ძალიან ნუფიქრობთ. მესამე. ვახ, აი ალბათ პროსტა ისეთი ვიდეო არის, რომ ცოტა ემოციური გამომდის, მაგრამ ბეციაზე კიდე რა, რომ ბეციაზე ვიღაცები ამობენ, კაროჩი, და დაჟე მწერენ დაირექტში, რომ ბეცია უნდა დაილიოს უეჭველი ვარჯიშის იმენა დროსო, რომ იქ მომენტში აღადგენსო კუნთონ ქსოვილებს. მინდა მაგ მომენტში ტელეფონი გადავაგდო. აი უბრალოდ ხალხს წარმოდგენა ვაფშე არ აქვს საერთოდ ეს აღდგენითი პროცესები და როგორ მიდის თქვა იქ რაღაცა დაზიანებული ქსოვილების აღდგენა. ეგ პროცესი ბლიად 1 საათის და 2 საათის დროს კი არა შეიძლება გრძელდებოდეს მიახლოებით დაჟე შეიძლება 3 და 4 დღე. ეგ არ ხდება ესე ერთ მომენტში რა და
ბეციასაც შეეხება უბრალოდ ერთადერთი მოქმედება, რაც მაგას რაღაცა გარკვეული დადებითი აქვს ლეუცინის ხარჯზე. და ლეიცინ თვითონ ამინომჟავი არის ინსულინოგენური ამინომჟავი. მაგის მიღების პროცესში გამოიყოფა ინსულინი. ინსულინი არის ტრანსპორტის ჰორმონი. ანუ თქვენ რაღაცა მომენტში თქვა თუ მე შესაბამისად მაგეებთან ერთად იღებთ თქვა ან რამე ანტიგიპოქსანტს, ან იღებთ რამე ნახშირწყლებს, ან იღებთ რამე საჭმელს, უბრალოდ ინსულინის ხარჯზე ხდება რაღაცა გარკვეული ტრანსპორტი და უბრალოდ ხდება რაღაც პატარა აღქმედა. всё. თქვენ თუ მით უმეტეს ცდილობთ თქვა რაღაცა ვარიანტში თქვა წონის კლებას და ბეციას უუბერავთ და რაღაცა ბეცია არ არის ოპტიმალური ვარიანტი. კი, რა თქმა უნდა, არის თქვა რაღაცა გარკვეული თავარი კალორიების დეფიციტი, მაგრამ ბეციას როგორც რეკლამას უწევენ ჯეი კატლერი ჯერ და რონი კოლემანი და ისინი უწევდნენ მიახლოებით ახლა რო ვიხსენებთ 15 წლის წინ მაგას რეკლამას და მეც ყიდულობდი ხოლმე, მაგრამ ეგეც არ არის ხალხო პანაცეა, ეგეც ჩვეულებრივი ამინომჟავები არის და შეგიძლიათ ჩვეულებრივ სვათ და ნუ ფიქრობთ და თავს ნუ იწმუნებთ რომ რაღაცა განსაკუთრებულს გააკეთებს რა. განსაკუთრებულს აკეთებს ტესტოსტერონი, აკეთებს ინსულინი, აკეთებს ზრდის ჰორმონი, აკეთებს ერიტროპოეტინი, აკეთებს ანტიგიპოქსანტები, აკეთებს IUV თერაპია, აკეთებს ღეროვანი ქსოვილების თერაპიები და ისეთ სიტუაცია ფაქტიურად რომ არ არის ეს სფერო რაღაცა ისეთ ძალიან ყურადღების ვარიანტში რომ განვითარდეთ უფრო სხვა ნივთიერები უფრო დასერჩეთ, სხვა ნივთიერები უფრო მოძებნეთ. ბეციას უბრალოდ სამი ამინომჟავა, რომელსაც მიიღებთ, ან არ მიიღებთ, რაც არის კლასიკური დოზები, ვაფშე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არანაირი შედეგს განსაკუთრებულს ვერ მოგცემთ. რეალურად კვლევები სადაც იყო რომ ბეცია რაღაც აღდგენაში ეხმარებოდა, მიდიოდა საუბარი მიახლოებით 0.5-დან 1 გრამამდე კილოგრამზე. ანუ წარმოიდგინეთ რომ მეროში ბეცია მომცეს რეალურად რაღაც აღდგენითი ვარიანტი დღის განმავლობაში ნახსვა მიახლოებით 50-დან 100 გრამამდე. მიცდია ეგ ექსპერიმენტები, მიცდია 50 გრამი, მიცდია 60-70 გრამიც. ოღონდ მე ეგ ექსპერიმენტი ფაქტიურად ვცადე მიახლოებით 1 თვე, არც კი, იმიტომ რომ ძალიან კუჭი გამიღიზიანა ფაქტიურად რა და რო ვთქვა რომ რაღაცა განსაკუთრებული გააკეთა და არა, ნახშირწყალი ყოველთვის ჯობია მაგას აღდგენით ვარიანტში რა და ამიტომ ბეციაც უბრალოდ რა არის? ტკბილი რაღაც გარკვეული წყალი, ცუდი არ არის, ეგ არაფერს ნაღდად არ გავნებთ, მაგრამ პანაციაც ნაღდად არ არის. და რაც შეეხება კიდე მიღების ვარიანტს, რო ვთქვათ, აი გიო ვარ 15 წლის, პროტეინი შეიძლება, ბეცია შეიძლება, აი მან მითხარ რომ არ შეიძლება არავის შემთხვევაში, აი რაღაცა შენი რესურსი უნდა ჯერ გამოწვეო და რაღაცა. ეგ არის უბრალოდ საჭმლის დანამატი. შეიძლება, შეგიძლიათ დალიოთ, მაგრამ მე რო ლიქშად ფული მქონდეს, თქვათ რაღაცა თქვათ ბიუჯეტი მიახლოებით 2 თვიან მომზადებაზე, მქონდეს 500 ლარი, მე არ ჩავდებდი მათ არც პროტეინში, არც თევზის კონში, არც ბეციაში ფულს ნაღდად, იმიტომ რომ ეგ არის ფაქტობრივად ისეთი უაზრო სამი ამინომჟავა, რომელიც უბრალოდ მარკეტოლოგიურად არის გაპიარებული, რომელიც არავის არაფერს არ ავნებს, არც შედეგს მოგცემს და ადამიანს კიდე ფაქტიურად, ალბათ ვიტყოდი 50-70% ვინც თქვათ ჩახედის სფეროში არ არის, პლაცებოს და ფსიქოთემატიკას შეუძლია ვაფშე მეთები გადადგას. იმენა შეუძლია არანორმალური რაღაცა ადამიანის ფსიქიკას. და ადამიანი მაგას უსვავს, ირწმუნებს თავს და გონია რომ რაღაცა განსაკუთრებულს უბერავს და ვაუ და უხარია. არა და სიმართლეში მასე არ არის ფაქტიურად რა. და ერთ-ერთი ნორმალური რაღაცა თქვა რეალურად საფრემენტია შეიძლება რომ თქვა კიდე რაც პოპულარული არის თქვა რომ გამოყენდეს, რასაც მე ვთქვი ლაპარაკობ ჩემს დახურულ ჯგუფში. რეალურად აი კრეატინზე რასაც ბაზრობენ რომ კრეატინი კერი, ბაზარი არ არის, კაი დანამატია, აქვს კაი სამედიცინო ბაზა, აქვს რეალურად კვლევები, მიცდია კიდევაც, მუშაობს კიდევაც ჯიგრულად, მაგრამ მექანიზმი როგორ არის? ჩვენ ღვიძლში ისედაც სინთეზირდება რაღაც რაოდენობა კრეატინი. თუ გვინდა თქვა რომ რაღაცა მაგის თქვა ბუსტი გავაკეთოთ, ბაზარი არ არის, კარგი არის, გროვდება, მაგრამ წყალთან კონტაქტში გარდაიქმნება კრეატინინად და ადვილად გამოდის ჩერეს თირკმელები. ანუ თქვენ თუ რეალურად თქვა რაღაცა თქვა ფიქრობთ რომ გაანაწილებთ დღის განმავლობაში და რაღაცა მაგის დამარაგება მოხდება და რაღაცა მოხდება ძალიან დაბალი რაოდენობის დამარაგება რა და რეალურად რო თქვა აი კრეატინმა მოგცეს იმენა მაგარი შედეგი, უნდა დავლიოთ უფრო უმჯობესია ვარჯიშის წინ და დიდი რაოდენობა. მიახლოებით ვიტყოდი აი 100 კილომეტრ ტიპა რო დალიოს, ვარჯიშამდე მიახლოებით 40-50 წუთით 1 საათით ადრე. სადღაც 10-12-15 შეიძლება დაჟე 20 გრამი. მე მქონდა ექსპერიმენტები, მონოჰიდრატს ჩემი კუჭი მაგდას ვერ ინელებს, მონოჰიდრატი იმით არის ცუდი, რომ ცოტა უბრალოდ კუჭი თუ გაქვს სუსტი არ გაგისწორდება, ამიტომ შეგვიძლია უბეროთ ორჯერ ნაკლები რაოდენობა ჰიდროხლორიდი. კრეატინი ბაზარი არ არის, მაგრამ ისიც მოათავსეთ უფრო მეტწილად ახლო ვარჯიშებთან, რომ რეალურად თქვა რაღაცა გარკვეული ძალა, ან თქვა რაღაცა გარკვეული ანაერობულ გამძლეობაზე სასაც უწევენ თქვა კრეატინს. მე ვიტყოდი რომ უფრო არა. თუ ეს გამძლეობა არის ძალიან მოკლე, სადაც მიდის საუბარი თქვა მიახლოებით ალბათ წუთი-წუთნახევარ დატვირთვაზე. შეიძლება რაღაცა, მაგრამ ანაერობულზე ვაფშე ზედმეტი დანამატია ის ვარიანტი, რომ ყველაფერიც კი აკავებს მეგობრებო წყალს, ყველაფერი გარკვეულად აერობულს და ანაერობულ დატვირთვაზე რაც მიდის საუბარი, მაგის პერფორმანსს გვიქვეითებს და კრეატინი ვიცით რომ წყალს აკავებს.
აკავებს გინდათ კუნთებში, ხო, რაღაცა ვიზუალი, რაღაცა თქო, ძალად სვეტში იგზნობა და ჟადამერი ვინც გამოიყენებს აი ტესტოსტერონს, მე ხა გამოვიყენებ ტესტოსტერონს. კრეატინი თქო, რომ დამიმატებია ვარჯიშამდე მიახლოებით 15-20 გრამი, რეალურად თითქოს წონები უფრო მიდის კარგად. და ამიტომ ეგეც ფაქტად ისეთ დანამატია, რომ ძალიან გაპიარებულია და რაღაცა. ეგეც იცოდეთ, რომ ნუ მოელოდებით რაღაცა გარკვეულად, რაღაცა ჯადოსნურ რაღაცა მოქმედებას ამ დანამატებისაგან, რაღაც აზრი გადმოგეცით. ბაზარი არ არის, კაროჩ, შეგიძლიათ ეს ყველაფერი სვათ, მაგრამ რაღაცას თქვა, ნუ მე იმედები უცრუდება, IGO-სი თქვა, რაღაცა პროტეინი თქვა, ვიყიდე გეინერი. ხშირად ხედავ ხოლმე, რომ გეინერს რაღაცა ფოტოებს რაღაცა ჯგუფებში დებენ ხოლმე და აბა ბიჭები, რამდენს ველოდო, რამდენს მოვიმატებ, აბა ჯანზე მოვა. ნუ ბლიაჯ, ეგ იგივეა, როგორც წახვიდე ხა ბაზრობაზე შეხვიდე, კაროჩ, გამოიტანო ბანანი, დადო სიდენეზე ბანანი, კაროჩე. კარტოფილი დადო და ერთი პაჩკა ბრინჯი დადო რა. და იქ დაწერო მე ჯგუფში, რომ აი ეს ხა ვიყიდე ბიჭები და აბა რაღაცა ჯანზე მომიყვას და რაღაცა. პროსტა ის პუდრა არის და ხალხს აქვს მასეთი უბრალოდ სულ წარმოდგენა, რომ ვითომ რაღაცა განსაკუთრებული მაგით მოხდება. ამიტომ უფრო ბევრი რაღაც არსებობს, მეგობრებო, ძალიან საინტერესო საპლემენტები და ნიუტრიენტები და ეს საკვები დანამატები ძალიან დიდი იმედი ამების არ გქონდეთ. კი ბატონო, თუ ფული ბევრი გაქვთ და რაღაცა sweet პროტეინი, ფული გაქვთ ბევრი, ჯობია ბეციას EAA უბერეთ. გაქვთ ბევრი ფული, ბაზარი არის დაიჭირეთ კრეატინ ჰიდროხლორიდი და ჰიდროხლორიდზე მე მქონდა რეალურად ექსპერიმენტი, ოღონდ მე გამოვიყენებდი უფრო სხვა ბიოჰაკერულ პონჩი ვიტამინი E-სთან ერთად, ვინც თემაში მაგას მიხვდება. მუშაობს ძალიან მაგარი კოსმოსურად და თევზის კონი ანალოგიურად თქვი, არ არის ნაღდათ პანაცეა, არც ლიპიდურ ცველზე არ მოქმედებს, მე არ მინახი არც ერთი ანალიზი მქონდა ბევრი ექსპერიმენტი, რომ ლიპიდურ ცველზე ეგეთ არ მოქმედებს. ეგეც ისეთ დანამატი არის, რომ ვიღაცას თუ ჯერა დალიოს ბაზარი არის, იმიტომ რომ რა ვიცი, თუ ადამიანს ჯერა და თავს რომ მაგას სვავს, თავს გზნობს კარგად და გინდაც ეგ ეფექტი აქვს, დალიოს, ღმერთმა შეარგოს. ამიტომ ფაქტიურად რაღაცა ისეთ ვარიანტში მოკლე არ გამოვიდა ვიდეო, მაგრამ ისეთი ძალიან საინტერესო გამოვიდა მე მგონი რა, ხო უმეტესობისთვის გადაუზიარეთ მეგობრებს, მეგობრებო და მე კიდე დროებით გემშტობებით YouTube-ს და ფიქრობ ამ ვიდეოს ავკითხავ Mystic Shop-ზეც. დროებით ყოველს გემშტობებით მსგავს ფორმატს ფიქრობ, რომ უეჭველი გავაგზელებ, რადგან მოდის ზამთარი, უფრო მეტწილად ვარ ხომ სახში და ესეთ მოკლე ვიდეოებს ხომ ჩავწერ. ყოველს დროებით ადიოს.